რა იქნება თუ გეტყვი, რომ მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ეგვიპტის პირამიდების ქვეშ 2 კილომეტრიანი ენერგეტიკული ქსელი აღმოაჩინეს. ტექნოლოგია იმდენად დახვეწილია, რომ შესაძლოა ისტორია თავიდან დაწეროს და თანამედროვე ქალაქები მოამარაგოს ენერგიით. ახლა წარმოიდგინე, რომ დგახარ ბნელ, ფრანგულ მღვიმეში და შეჰყურებ ვარსკვლავის ნახატებს, რომლებზეც თავის დროზე არავის ჰქონდა წარმოდგენა. მანამ, სანამ NASA მათი არსებობა 1000 წლეულობის შემდეგ არ დაადასტურა. უცნაურია რა. დიახ, დღეს ამ საოცარ აღმოჩენებზე ვისაუბრებთ. მოკლედ დავიწყო დეტალურად გაშლა, თუმცა მანამდე გეტყვი, რომ კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს არხზე, არ დაგავიწყე სახის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. დავიწყოთ. ახალი აღმოჩენა უძველეს ეგვიპტეში, პირამიდების ქვეშ. საუკუნეების განმავლობაში გიზის პირამიდები არაერთი თეორიისა და მოსაზრების ცენტრი იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს გიგანტური ნაგებობები ეგვიპტის ფარაონთა სამარხები იყო. ზოგიც კი ფიქრობდა, რომ მათ აშენებაში უცხოპლანეტელები იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა ბოლო აღმოჩენამ ყველა წინა მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ცოტა ხნის წინ ეგვიპტეში ორმომკვლევარმა გამოიყენა მაღალ ტექნოლოგიური მოწყობილობა, სახელად სინთეზური აპერტურის რადარი. იგივე SAR, რომელიც ჩვეულებრივ რადარს აჭარბებს იმით, რომ შეუძლია მიწის ქვეშ დამალული სტრუქტურების გამოჩენა. როდესაც ისინი გიზის პირამიდებს ამოწმებდნენ, ტექნოლოგიამ არამხოლოდ გასაოცარი, არამედ სრულიად დაუჯერებელი რამ აჩვენა. ამ უძველეს საოცრებების ქვეშ იმალება გრანდიოზული ინფრასტრუქტურა, რომელიც თითქმის 2 კილომეტრზეა გადაჭიმული. როცა მკვლევარებმა SAR ტექნოლოგიის დახმარებით დაასკანერეს ტერიტორია, დაუგნებულები დარჩნენ იმ სირთულისა და სიზუსტით, რაც სისტემას ახასიათებდა. ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ ციხეს ან სამარხს, ეს იყო მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული ცენტრი, რომლის დიზაინიც თანამედროვე სტანდარტებსაც კი აღემატება. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სისტემა მხოლოდ ენერგიის გამომუშავებაზე არ იყო ორიენტირებული. ის სავარაუდოდ უკაბელო ენერგიის გადაცემისთვისაც იყო გამიზნული. იდეა, რომელსაც ნიკოლა ტესლა 21 საუკუნის დასაწყისში აყალიბებდა. სტრუქტურებში შედიოდა რთული კამერები და გვირაბები, აშენებული დაუჯერებელი ოსტატობით, თითქოს განკუთვნილი მიზნისთვის. მეცნიერება იბარაუდეს, რომ ეს არ იყო უბრალოდ ენერგეტიკული სისტემა. ზოგიერთი თვლის, რომ ის შეიძლება უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციისთვის იყო განკუთვნილი. მისტიკას ემატება ისიც, რომ მიწისქვეშა ოთახების კედლებზე აღმოჩნდა უნიკალური იეროგლიფები, რომლებიც ასახავდა ციურ სხეულებს და ასტრონომიულ განლაგებებს, რომლებიც საოცრად ემთხვევა თანამედროვე ტელესკოპებით დაფიქსირებულ მიგნებებს. გაჩნდა კითხვა, როგორ ფლობდნენ 5000 წლის წინანდელი ადამიანები ცოდნას ციური სხეულების შესახებ, რომელთა არსებობაც მხოლოდ თანამედროვე მეცნიერებას აქვს დადასტურებული. განსაკუთრებით დამაინტრიგებელი იყო ის იეროგლიფები, რომლებშიც ნაჩვენები იყო ობიექტები, რომლებიც ძალიან ჰგავს თანამედროვე კოსმოსურ ხომალდებსა და სატელიტებს. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეგვიპტელებს შეიძლება ჰქონდათ კონტაქტი განვითარებულ უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან, ან თავად ფლობდნენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ჯერ ჩვენ არც კი ვიცით და ვერც კი ხვდებით. ერთ-ერთ კამერაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს სფეროს ფორმის არტეფაქტი, რომელიც დაფარული იყო რთული გრავირებით. ეს გრავიურები ასახავდა დედამიწის ლანდშაფტებს, მაგრამ აგრეთვე იკვეთებოდა ნიშნები, რომლებიც სხვა პლანეტების არსებობაზეც მიანიშნებდა. ეს სფეროს მსგავსი არტეფაქტი მოწმობს იმაზე, რომ ძველ ეგვიპტელებს შესაძლო ჰქონდა წარმოდგენა ციურ სამყაროზე ტელესკოპის გამოგონებამდეც კი. გიზის აღმოჩენები მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენას უძველესი ხელოსნებისა და მათი შესაძლებლობების შესახებ. ისინი მიგვანიშნებდნენ ცივილიზაციაზე, რომელსაც შეეძლო ენერგიის დაგროვება და გადაცემა ისეთ მასშტაბზე, რის შესახებაც ჩვენ მხოლოდ ახლა და ახლა ვიწყებთ გაგებას. ეს იდუმალი და მაღალ განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი არქეოლოგიური ძეგლის ქვეშ არის დამალული, გვთავაზობს ისტორიას, რომელიც შესაძლო სრულიად განსხვავდება ჩვენი დღევანდელი წარმოდგენებისგან. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, $1000 თვალისა და პირამიდის სიმბოლოები სწორედ ამ უძველეს ძალებზე მიანიშნებს. ძალებზე, რომლებიც ენერგეტიკული სისტემების ცოდნით მართავდნენ სამყაროს თავიანთ მიზნებთან შესატყვისად. და თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, შეგვიძლია კი მომავალში გამოიყენოთ ეს ტექნოლოგია, თუ ის მხოლოდ წარსული საიდუმლოდ დარჩება. უძველესი მღვიმის მხატვრობა საფრანგეთში ასახავს ვარსკვლავებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ კოსმოსის ეპოქაში იქნა აღმოჩენილი. საფრანგეთში მდებარე ლასკოს მღვიმეები მკვლელობაში გაუცებას იწვევს მას შემდეგ, რაც 1940 წელს ის აღმოაჩინეს. უმეტესობას ახსოვს იქ არსებული 17000 წლის წინანდელი ცხოველების ნახატები, მაგრამ მღვიმის შერეულ ნაწილში 2019 წელს ასტრონომებმა უცნაური რამ შენიშნეს. ცხოველთა ნახატებს შორის ჩანდა წერტილოვანი ფორმები, რომლებიც წლების განმავლობაში შემთხვევით დეკორაციებად ითვლებოდა. თუმცა, როცა ასტრონომებმა ისინი გაანალიზეს, აღმოჩნდა, რომ ეს წერტილები ემთხვევა პლეიადების ვარსკვლავურ კლასტერს. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ ამ პატერნში არსებული 3 ვარსკვლავი ადამიანის თვალისთვის უხილავია. ისინი მხოლოდ 1970-იან წლებში იქნა აღმოჩენილი NASA-ს ტელესკოპით. საიდან იცოდნენ პრეისტორიულმა ადამიანებმა იმ ვარსკვლავების შესახებ, რომლებიც მათ წესით საერთოდ ვერ უნდა ან არ უნდა ენახათ?
ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ იმ დროს ატმოსფერო სხვანაირი იყო და ვარსკვლავები შეიძლებოდა უკეთ შესამჩნევი ყოფილიყო. სხვაებიც კი ფიქრობენ, რომ უძველეს ხალხს ჰქონდა ისეთი ცოდნა, რომელსაც ჩვენ ჯერ ვერც კი ვწვდებით. მსგავსი ვარსკვლავური ნახატები აღმოჩნდა ესპანეთსა და პორტუგალიის მღვიმეებშიც. მღვიმეების მხატვრობის ოქროს ხანა იყო გამყინვარების პერიოდი, როდესაც ცა უჩვეულოდ გამჭირველი იყო, მაგრამ მაშინაც კი ეს ვარსკვლავები წესით უხილავი უნდა ყოფილიყო. ეს აღმოჩენა გვაფიქრებს. ნუ თუ უძველეს ადამიანებს ვარსკვლავების შესახებ იმაზე გაცილებით მეტი გაეგებოდათ, ვიდრე დღეს ჩვენ, ან იქნება არსებობს სხვა ახსნა, რომელიც ჯერ ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ. აღდგომის კუნძულის ქანდაკებებს მიწის ქვეშ დამალული სხეულები აქვთ. ადამიანების უმეტესობას აღდგომის კუნძულის ცნობილი მოაის ქანდაკებები მხოლოდ გიგანტურ თავებად წარმოუდგენია, მაგრამ არქეოლოგებმა უკვე წლებია იციან, რომ ამ ქანდაკებებს მიწაში დაფარული სხეულებიც აქვთ. 2012 წელს ჩატარებულმა გათხრებმა მოულოდნელი აღმოჩენა ცხადყო. დამარხულ ტანს ამოჭრილი ჰქონდა პეტროგლიფები, სიმბოლოები და წარწერები. მსგავსი კვეთის ნიშნები სრულიად სხვა ისტორიას ყვებიან აღდგომის კუნძულზე. ტრადიციული ვერსიით კუნძულის ცივილიზაცია დაინგრა რესურსების ამოწყურვისა და ომის შედეგად, თუმცა ახალი მტკიცებულებები სულ სხვა რამეზე მიუთითებს. ქანდაკებების კვეთებში ჩანს ასტრონომიული სიმბოლოები, სანავიგაციო რუკები და ისეთი მცენარეების და ცხოველების გამოსახულებები, რომლებიც კუნძულისთვის არ არიან ბუნებრივად დამახასიათებელი. ზოგიერთი გამოსახულება ჰგავს სამხრეთ ამერიკული წარმოშობის მცენარეებსა და ნავებს, რაც ამყარებს იდეას, რომ რაპანუის ხალხი გამოცდილი მეზღვაურები იყვნენ და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდნენ. ნახატების კარბონის მეთოდით დათარიღება აჩვენებს, რომ ისინი სხვადასხვა თაობის მიერ არის შესრულებული და ზოგი მათგანი თარიღდება 1700-იანი წლებით, რაც ბევრად გვიანია იმ პერიოდზე, რომელსაც ცივილიზაციის დაღმასვლად მიიჩნევენ. კვეთებში კიდევ ერთ საინტერესო მოტივია ცუნამის მსგავსი გამოსახულება და მის შემდგომ ნავები, რომლებიც ცხოველებსა და მცენარეებს გამოაქვთ. ეს მიანიშნებს, რომ კუნძულის საზოგადოება არ განადგურდა ეკოლოგიური კატასტროფის გამო, არამედ ბუნებრივმა კატაკლიზმამ დაარტყა და დახმარება სავაჭრო პარტნიორებისგან მიიღო. ამ დამალულმა კვეთებმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა აღდგომის კუნძულებზე. ეს აღარ არის იზოლაციისა და განადგურების ისტორია, არამედ გამძლეობის, მაღალგანვითარებული ნავიგაციის და ოკეანის გადასული ვაჭრობის ამბავი. წყალქვეშა ქალაქი საბერძნეთთან, რომელიც იდეალურადაა შენარჩუნებული 500 წლის შემდეგაც კი. 2016 წელს მყვინთავებმა საბერძნეთის კუნძულ სიკინთოსთან ახლოს აღმოაჩინეს წყლის ქვეშ ძველი ქალაქის მსგავსი სტრუქტურა. საზღვაო არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ეს ქალაქი ბევრად უფრო ძველი იყო, ვიდრე ეგონათ, დაახლოებით 5000 წლის. ეს კი მას მიკენიური ცივილიზაციაზე ბევრად ძველს ხდის. მიკენიური ცივილიზაცია იმ რეგიონში პირველი ცნობილი მაღალგანვითარებული საზოგადოება იყო. ქალაქი გასაოცრებული სიზუსტით არის შენარჩუნებული. მას აქვს გისოსებურად მოწყობილი ქუჩები, მრავალსართულიანი შენობები და დახვეწილი წყალმომარაგების სისტემა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა 2018 წელს მოხდა, როდესაც მყვინთავებმა იპოვეს დალუქული ოთახი მეტალის მოწყობილობებით. ეს მოწყობილობები მოიცავდა რთულ მექანიზმს, რომელიც ძალიან ჰგავდა ანტიკითერას მექანიზმს, მაგრამ 3000 წლით უფრო ძველი იყო. ანტიკითერას მექანიზმს მსოფლიოში ხშირად პირველ ანალოგურ კომპიუტერად მოიხსენიებენ. ამის მსგავსი აღმოჩენა, მაგრამ ბევრად უფრო ძველის, მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ტექნოლოგიური განვითარების შესახებ. მოწყობილობები დამზადებული იყო სპეციალური სპილენძისა და ოქროს შენადნობებისგან, რომელიც კოროზიას უძლებს. ობიექტზე არსებული წარწერები შესრულებულია უცნობი დამწერლობით, რომელიც იმ რეგიონის ნებისმიერ ცნობილ დამწერლობაზე ბევრად ძველია. ქალაქის განლაგება მიუთითებს იმაზე, რომ მას დაახლოებით 8000 მაცხოვრებელი ჰყავდა. მას გააჩნდა საწარმოუბნები, რელიგიური ზონები და საცხოვრებელი კვარტალები. ეს ყველაფერი მეტყველებს მაღალგანვითარებულ, ორგანიზებულ საზოგადოებაზე, რომელიც ფლობდა ისეთ ტექნოლოგიას, რაც იმ დროს მათ წესით არ უნდა ჰქონოდათ. მაგრამ ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ისინი არსებობდნენ მანამ, სანამ რეგიონში ცნობილი რომელიმე ცივილიზაცია გაჩნდებოდა. ფლობდნენ ისეთ ცოდნას, რომელიც მაშინდელ ეპოქაში არც კი უნდა არსებულიყო. საინტერესოა, რატომ არ გვხვდება ისინი ისტორიულ ჩანაწერებში? თითქოს ისინი გაუჩინარდნენ და მათი არსებობის ერთადერთი მტკიცებულება ეს შესანიშნავად შენარჩუნებული ქალაქია. 2017 წელს იელოუსტოუნის ეროვნული პარკის რეინჯერები გლების კვალს მისდევდნენ და იპოვეს იზოლირებული ხეობა, სადაც ისეთ მცენარეებს წააწყდნენ, რომლებიც არ უნდა არსებობდნენ. ეს მცენარეები ჩრდილოეთ ამერიკიდან გამყინვარების პერიოდის ბოლოს დაახლოებით 11500 წლის წინ გაქრნენ. თუმცა ამ ხეობაში არსებობდა სრულიად შენარჩუნებული ეკოსისტემა იმ დროინდელი მცენარეებით. ბოტანიკოსებმა ამოიცნეს რამდენიმე სახეობა, რომლებიც გადაშენებულად ითვლება. ხეობის კლიმატი უფრო ცივია მიმდებარე არეალთან შედარებით, რაც განპირობებულია ქვეშგამავალი ცივი წყლის აკვიფერით. ეს აკვიფერი ბუნებრივი მაცივარებით მოქმედებს და არის გრილად ინარჩუნებს. იზოლაციამ და უნიკალურმა კლიმატმა შექმნა ბუნებრივი თავშესაფარი, ეგრეთ წოდებული რეფუჯიუმი, ანუ ადგილი, სადაც გადარჩნენ სახეობები მაშინ, როცა სხვაგან გარემო პირობები იცვლებოდა.
კარბონის მეთოდით დათარიღება მაჩვენა, რომ ამ ხეობას კლიმატი უკვე დაახლოებით 13,000 წელია არ შეუცვლია. ეს ნიშნავს, რომ ეს მცენარეები აქ იზრდებიან, მაშინ როცა სხვაგან გადაშედდნენ. აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია კონსერვაციული ბიოლოგიისთვის. გადარჩენილი ეგზემპლარები იძლევა საშუალებას მეცნიერები დააკვირდნენ მათ გენეტიკას და პოტენციურ სარგებლიანობას. ზოგიერთი მცენარე შეიცავს უნიკალურ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის შეიძლება გამოდგეს. ხეობის ადგილმდებარეობა საიდუმლოდ ინახება, რათა ბუნებრივი ეკოსისტემა არ დაირღვეს. მეცნიერები იქაურობას ძალიან დიდი ყურადღებით სწავლობენ, რათა არაფერი დაემუქროს იქაურ ეკოლოგიურ წონასწორობას. ეს ხეობა არის როგორც ცოცხალი ფანჯარა გამყინვარების ხანაში, გვაძლევს ახალ წარმოდგენას ჩრდილოეთ ამერიკის ეკოლოგიური წარსულის შესახებ. ეს ვიდეოც ასე მეიწურა. მეტი საინტერესო ფაქტებისთვის და ისტორიებისთვის არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დატოვება. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობები.